მივეჩვი ერთ რაღაცას, რომ აღარაფერი აღარ უნდა მიკვირდეს რა. 2010 წლიდან ხარ ტელევიზიაში. სად და როგორ გამოჩნდი თუ გახსოვს? შემთხვევით. იფიქრებდი რომ ესეთი წარმატებული იქნებოდი როგორც ახლა ხარ? შეიძლება არა. არა ალბათ უფრო. არა ეგეთი მოსაზრება გავრცელებული რომ ტელევიზიის ეპოქა თითქოს დასრულდა. YouTube-ში რომ მოგწონთ სტუდიები, განათება, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საუკეთესო ვერსია ამის ტელევიზია, იმიტომ რომ ეს ინფრასტრუქტურა ტელევიზიაში არის. ქართულ ტელევიზიას რა აკლიეს? სითბო. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩემი სტუმარია ნოე სულობერიცი. სალამი გიორგი, მადლობა რომ დამპატიში. მადლობა რომ გვესტუმრე და პირველ რიგში გეტყვი რომ მსგავს ფორმატის გადაცემებს ვაკეთებთ. მე YouTube-ზე, თქვენ შემთხვევაში ტელევიზიაში. კი, ამიტომაც მოვედი. მე ყოველთვის მომხრე ვარ ახალგაზრდობის და იმის რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობები რა და თუ ჩემი მოსვლა ამაში პატარა ოდნავ ხელის შემწყობი იქნება, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დიდი მადლობა. მოვედი და აქ ვარ. მაშინ ახლა ეს კითხვა ცოტა ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ მაინც კითხავ. არა შენი აზრით, მე უფრო კარგი სტუმრები მყავს თუ შენ? და გეტყვი რომ დღეს შენ ხარ ჩემი სტუმარი. ამ შემთხვევაში კი ბატონო. აი, ისე სტუმრებზე რადგან საუბრობთ, საუკეთესო რესპონდენტი ვინ ყოლია, თუ გახსენდება? ბევრი მყავდა რა, აქ ხა რაღაც ბანალური დიპლომატია გამომივა, მაგრამ ვერ გამოვყოფ იმდენად ბევრი საინტერესო სტუმარი მყოლია და ალბათ მეყოლება კიდევაც და იმდენად მდიდარი არქივი ამ ადამიანების, რომ რა თქმა უნდა ძალიან რთული არის გამოყოფა ამ ადამიანების რა. საინტერესოა შენ გავფიქრობ, აი რა გაქვს მიზანი? რა უნდა მიიღო შენი ინტერვიუთი? სიმართლე და სინამდვილე რა, იმიტომ რომ მე ადამიანებს ვარჩევ იმ ინტერესიდან გამომდინარე თუ რა მაინტერესებს მე მათგან და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ასევე მუშაობს მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ადამიანები ვინც მუშაობს ტელევიზიაში, ყველამ ვიცით ის პულსის შეგრძნება თუ ვინ შეიძლება იყოს საინტერესო ან ნაკლებად საინტერესო და შესაბამისად ჩვენც ადამიანები ვარ, მეც ადამიანი ვარ და მეც ყოველთვის მაინტერესებს გარკვეული ინტერესის მქონე ადამიანი საზოგადოებაში, ვინც შეიძლება გახდეს ჩემი სტუმარი, ამას ჩვენი თვითჩევთ და მაინტერესებს იმის იქით რა არის, რასაც ჩვენ ზედაპირზე ვხედავთ. მქონია ისე შემთხვევა, რომ კინო და სტუმარის მოწვევა? მქონია. მოიწვია და არ მოვიდა. მქონია, კი, რა თქმა უნდა, ხა რა თქმა უნდა, ვინ დაიჯერებს იმას, რომ ერთი დაძღებით მოდის ყველა, რა თქმა უნდა, მქონია რა, მაგრამ ეს ძირითადად არაქართული შემთხვევები. და მაგ დროს როგორ ვცდილობ, რომ დაითანხმო? თუ საიდუმლო არის. მაგ დროს მე არ ვცდილობ, მაგას ვცდილობს ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი, ვინც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი მოიყვანა და გაამდიდრა პალიტრა სტუმრების და ეს ყოველთვის მუშაობს რა, როდესაც პოტენციური სტუმრები ხედავენ ვინ იყო მათ მოსვლამდე, ეს ძალიან დიდი ბიძგია მოსასვლელად თუ ვინმე წონიანიან და შესაბამისად ჩემი ჯგუფი მე მათი მადლიერი ვარ, ძალიან კარგად მუშაობს წლების განმავლობაში და არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი მყოლია და ეს რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დადებითი მოვლენა გადაცემისთვის. ხო, ნოესთანზე ვსაუბრობ. ხო, რა თქმა უნდა. ხო, სხვა გადაცემებიც არის კიდე. კი, ძალიან ბევრი. 2009 წლიდან ხარ ტელევიზიაში. კი ბატონო. 17 წელია. 10 წლიდან. 10 წლიდან? 2010 წლიდან. აჰა, ანუ მე არასწორი ინფორმაცია მაქვს. არა უშავს. აი რა გააკეთე ამ ხნის მანძილზე? 40-ზე მეტი პროექტი. არა, გავტყუებ 50-ზე მეტი პროექტი. რამდენი იყო წარმატებული? მე ვიტყოდი რომ ყველამ თავისი როლი შეასრულა თავის დროზე. იყო პროექტები მოკლევადიანი და გათვლაც მოკლევადიანი იყო და იმან თავისი გასაკეთებელი გააკეთა
თუმცა შენ რო ხომ მკითხო ჩემი საყვარელი პროექტი რომელი არის, მე ვერ გამოვყავ ზუსტად ისე, როგორც ვერ გამოვყავ სიყვარულით ჩემს შვილებს, რომელიც თანაბრად მიყვარს ყველა. და ყველა მათში ძალიან დიდ რესურსს ვდებ საიმისოთ, რომ იყვნენ კარგები. ისე როგორც ჩემ პროექტები. ჩემ საქართველოს სიტყვოდი. მეუღლიდან გამომდინარე. ნახე, ძალიან კარგი რემარკა არის. ჩემი საქართველო არის, კი ბატონო, ჩემს მიერ მოფიქრებული პროექტი, იდეის ავტორი ვარ და სახელიც ჩემია, თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ ჩემი მეუღლის პროდიუსერი არ ყოფილიყავი, მეზედმეტა სიმართლე რო გითხრა, ამას ძალიან კვალიფიციური შემოქმედებითი ჯგუფი აკეთებს და ამას ადამიანები ხედავენ და მე ესე შორი ახლოდან გულშემატკივრობ ჩაწერებზეც მივდივარ, მაგრამ მეტნაკლებად ჩუმად ვარ თუ რაღაცა ისეთი მაქვს სახში ვეუბნები ხოლმე კურსში რა გააკეთოს და რა. ანუ შენიშვნის მიცემა სამსახურეობრივად გეგონა რომ გაგიჭირდებოდა ალბათ. ხო და არც იქნებოდა სწორი რა, იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს სახლში, რომ სამსახურში მე ხო ვიცი ჩემი ხასიათი როგორი ვარ სამსახურში ფეთქებადი, არ მინდოდა რომ ეს მომენტი შემომეტანა სახლს გარეთ. 2010 წლიდან ხარ ტელევიზიაში. და იფიქრებდი რომ ესეთი წარმატებული იქნებოდი როგორც ახლა ხარ? იცი რა. დასაწყისში. კი. მე არ მინდა ჩემ თავზე ვილაპარაკო რომ როგორი წარმატებული ვარ ალბათ ეს ჩემი კოლეგების და ალბათ უფრო მაყურებლის კიდევ უფრო მეტად გადასაწყვეტია, თუმცა თუ ვარ, ეს იყო მიზანი რომ ყოფილიყო რა, სხვა შემთხვევაში მე არ შევაბიჯებდი იმ ტერიტორიაზე, სადაც არ მექნებოდა ამბიცია და მიზანი, ამბიცია ცუდი სიტყვა, მიზანი, რომ ჩემი ხელწერა შემომეტანა იმ ტერიტორიაზე, სადაც ვიმუშავებდი. და სად და როგორ გამოჩნდი თუ გახსოვს? ტელევიზორში პირველად? შემთხვევით თუ როგორც წამყვანი? როგორც წამყვანი. როგორც წამყვანი პრაიმ შოუში მოხდა იმედზე, როდესაც წლების განმავლობაში ვიყავი პროდიუსერი. აი, პროდიუსერი როგორ გახდი, ეგეც საინტერესოა. შემთხვევით. როგორ შემთხვევით? იცი რა, მე ერთი პერიოდი ვმუშაობდი 1 წლის განმავლობაში ტელევიზიის მარკეტინგში. მე წამოვედი, სარეკლამო სფეროდან მოვედი, მაგრამ ტელევიზია მიცის მოწალვა, მე უკვე მინდოდა დაბრუნება, მე სულ შემთხვევით გადავეკვეთა ჩემ ერთ ძალიან ძველ სტუდენტობის მეგობარს, რომელიც მაშინ დაინიშნა, ირაკლი მურცხვალაძეს, რომელიც მაშინ დაინიშნა TBS-ის გენერალურ დირექტორად, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელეპროექტების სტუდია იმ დროს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელი პრაქტიკულად 2013 წლამდე მე ტელევიზიის თანამშრომელი არ ყოფილვარ, ჩვენ როგორც გარე სტუდია ვემუშავებოდით ტელევიზიებს და ვაკეთებდით გასართობ გადაცემებს, სხვათა შორის ცეკვავენ ვარსკვლავებით. ეს იყო თავიდან გარე სტუდიის პროექტი, ეს იყო ჩვენ TBS TV-ის პროექტი, რომელიც მერე უკვე in-house შემოვიდა იმედში, ასე რომ ცეკვავენ ვარსკვლავებით შექმნა TBS TV სტუდია. მაშინ უკვე ჩემი ხელმძღვანელობით, იმიტომ რომ მაშინ უკვე მე ვიყავი გენერალური დირექტორი და ასევე გენერალური პროდიუსერი ამ პროექტის, ეს იყო 2012 წელი უკვე. და ვიყავი სარეკლამოს უფროსი, როგორც მივხვდი და ხო, ანუ რეკლამიდან მოვხდი, ხო, ანუ TBS TV სტუდიაში უკვე სარეკლამო სფეროდან გადავედი ტელეწარმოებაზე, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ეს ადამიანი დაინიშნა და დამფუძნებელი იყო ზაზა შენგელია. ზაზა მაშინ ძალიან კარგად მიმიღო, ესეთი კარდ ბლანში მომცა პროექტების კეთების და პირველი პროექტი, რომელიც გავაკეთე, იყო მაშინ სიმართლის დრო ერქვა, ეხლა სიცრუის დეტექტორი, რომელიც გიორგი გასვიას მიყავს დღეს. თუმცა ეს პროექტი მანამდეც არანაკლებ წარმატებული იყო და ფორმატი ზოგადად ისეთია, რომ მე დარწმუნებული ვარ, კიდე არაერთი წელი უწერია წარმატებული ეთერი. ზოგადად სტრუქტურა ესეთი. ცეკვავენ ვარსკვლავების დროს ჩაწერებს ხშირად ხედავ როგორ ხარ ჩართული და რაღაცნაირად ნერვიულობ ხოლმე რა. ძალიან სტრესული პროექტია. მან გეტყობა რომ შვილივით გიყვარს ეგ პროექტი. კი, ძალიან სტრესული პროექტი არის. გავრცელდა ინფორმაცია. კი ბატონო. სანქციის გამო შენ ვეღარ გააგრძელებ ცეკვავენ ვარსკვლავებს.
მე ვეღარ გავაგრძელებ თუ ცეკვა მარსკლები აღარ გაგრძელდება. ცეკვა მარსკლები აღარ გაგრძელდება, მაგრამ შენ ვეღარ გააგრძელებ ტელეკომპანია იმედში. იცი რა, გავრცელდეს, დაევრცელდებოდეს ნებისმიერ ტიპის ინფორმაცია, მაგრამ ეს მოდი ინტრიგა დავტოვოთ, იმიტომ რომ რაღაცა ხომ უნდა დარჩეს ინტრიგა ჩვენი ინტერვიუს შემდეგ რა. მე კი მაქვს ჩემი პასუხი, მაგრამ შენგან საინტერესო იქნება. რატო დაასანქცირეს იმეთი? იცი რა, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რატო ასანქცირებენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა უწყებებს, ქვეყნებს და ადამიანებს, ყველაფერს თავისი რაღაც ალბათ ინდივიდუალური ახსნა აქვს, მაგრამ ახლა ალბათ იმიტომ, რომ ეს არის არხი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სტრუქტურა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის არხი, რომელიც არის ყველაზე რეიტინგული, სადაც კეთდება ყველაზე მაღალი ხარისხის სატელევიზიო პროდუქტი და ეს არის არხი, სადაც თქვენ მოისმენთ სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. აი, როგორც ის ინტროები როგორ კეთდება კარგად რა. ისე ფიქრობ ხოლმე გადაცემის წინ ინტროებზე? არა, ეგ ექსპრომტად მოდის სულ. მაგაზე ფიქრი რომ დავიწყო, მე რა არის, იცი რომ წინასწარ რომ ფიქრობ, მე რაღაცნაირად ითრგუნები, რომ რამე თუ ვერ მოიფიქრე, გაწუხებს რა და აი რაც ზედაპირზე დევს, მე რაღაცნაირად უნდა იმას ხდა გამოიყენო კარგად და მე თუ გურული სისხარტე რამით მეხმარება, მარტო მადლობერია. ხან მეხმარება, ხან არ გამოგდის, ხფეილებიც არის რა, ხო იცი. ისე თუ გიფიქრია, ყოფილა ეგეთი მომენტი უბრალოდ შენ ცხოვრებაში. გიფიქრია. ძალიან კარგი. ყოფილა ისეთი მომენტი შენ ცხოვრებაში, რომ მიფიქრე დავტოვო სატელევიზიო კარიერა და რაღაც სხვა გავაკეთო. არა, ფიქრია. კი მიფიქრია დასაწყისში. კი, აი, ვერ გავთვალე პასუხი ხედავ. არა, იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ამას არასდროს არ ვიფიქრებ. და სანამ მაქვს შნო, უნარი, ხედვა და სურვილი ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, უცლებოდ გავაკეთებ. დასაწყისში ახალგაზრდები ახსენე. და მე მაინტერესებს ჩემი ასაკის ადამიანები, შენი გადმოსახედით. ხო. რატო უყურებენ უფრო YouTube-ს და არა ტელევიზიას? იცი რა, ჩვენ ასაკში რომ YouTube-ი ყოფილიყო, მე რომ შენი ხნის ვიყავ, ჩვენს უფრო YouTube-ს შევხედავდით ალბათ რა. თუმცა ტელევიზია თავის სიმძლავრეს არ დაკარგავდა ისევე როგორც არც ახლა კარგავს, იმიტომ რომ ნებისმიერი მწარმოებლისთვის, ბიზნეს სტრუქტურისთვის, დამკვეთისთვის ყველას კარგად ესმის, რომ ტელევიზია მაინც ყველაზე მძლავრი იარაღია ნებისმიერი რამის გასაყიდად. შესაბამისად თქვენ უყურეთ YouTube-ს, მაგრამ ასევე YouTube-ს შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს გადაცემებს და ჩვენ ამ გადაცემების კეთებას ტელევიზიით გავაკეთებთ, იმიტომ რომ YouTube-ში რომ მოგწონთ სტუდიები, რომ მოგწონთ განათება, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საუკეთესო ვერსია ამის ტელევიზიაში, იმიტომ რომ ეს ინფრასტრუქტურა ტელევიზიაში არის რა. კი ბატონო, მაგრამ არის ეგეთი მოსაზრება გავრცელებული, რომ ტელევიზიის ეპოქა თითქოს დასრულდა. ხო, მაგრამ არ დასრულდება. კიდე რამდენი ხანი ეს მოსაზრება გქონდეთ მოსაზრების ავტორებს, მაგრამ მე ვერ გავუყვები მაგაში. კიდე ძალიან დიდი ხანი. ისე ხალხის აზრი თუ გაინტერესებს? ყველაზე მეტად ხალხის აზრი მაინტერესებს. და როგორ გინდა, როგორი გინდა რომ დაამახსოვრდე ხალხს? ისეთი როგორიც ვარ, ღიმილიანი. ღიმილიანი. კი. ყველაზე მეტად ეგ მინდა რა, რომ ჩემი არ ყოფნა რაღაცა ერთი მაშინ როცა არ ვიქნები. რაღაცა ერთი მომენტი მაინც მე არა. მე ყველამ თავისი გზით უნდა გააგრძელოს, რა თქმა უნდა ცხოვრება, მაგრამ ახკმადი იყოს რა, რომ შენი არ ყოფნა. ხო. და ალბათ ესე იქნება კიდევაც რა. ანუ გამონაკლისი მაგით მე ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი რაღაცა კონკრეტული ნიშა იმ სოციუმში, სადაც იმყოფება რა და ალბათ ბუნებრივი მომენტი არის. მაგრამ თუ მეკითხები როგორი მინდა ვახსოვდე მაშინ როცა აღარ ვიქნები, მინდა რომ
ღიმილით სახეზე ვახსოვდა უფრო. ოჯახში როგორი ხარ? მე მინახავს როგორი ხარ სამსახურში. სხვა შორის ღიმილიანი ვარ ოჯახში რა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაც აძლიერებს ჩემი და ჯანეტის ურთიერთობას არის იუმორი რა, იმიტომ რომ სულ რაღაცა ვიღადავებით ერთმანეთს რა. და სულ რაღაცა ნებისმიერი თემა სულ იუმორში განიხილება რაღაცაში და ეს მაგრად აძლიერებს რა. ანუ თუ რაღაცა სერიოზულად კითხვა დასვა ან დავსვი, ესე იგი რაღაცა ხდება რა. და ძირითადად ეგრე არ არის ხოლმე რა და ამიტომ არის ყველაფერი ისე როგორც არის. შენი აზრით როგორი მამა ხარ და როგორი მეუღლე? მამა ვცდილობ რომ კარგი ვიყო, თუმცა ალბათ უკეთესი უნდა ვიყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის ხა დროის ფაქტორი როგორია იმ ადამიანების ვინც ტელევიზიაში მუშაობთ რა და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი სიხარულია ჩემთვის შვილებთან ურთიერთობა, ყველაზე დიდი ფუფუნებაა, თუმცა მეტი დრო მინდა რომ მქონდეს. რაც გამომდის ვახერხებ რა, მაგრამ უფრო მეტი უნდა გამომდიოდეს ალბათ წესით. და მეუღლე? ნუ ალბათ ჩემი მეუღლეს უნდა კითხოთ, მაგრამ მან დაარვაკლებ მცდელობებს. სახლში მაინტერესებს. კარგია და საუკეთესო. როლები როგორ გაქვთ გადანაწილებული შენ და ჟანეტს? როგორც მამაკაცის და ქალბატონის ეს კი. ანუ უფრო დიდ დროს ხო ქალბატონი ატარებს სახლში. კი და ძალიან მაგარი დედაა ჩემი ცოლი, რაც ჩემთვის არის, არ ვიცი, აი განსაკუთრებული მოვლენა, სუვემადლიერები მაგის გამო გულშიც და ღიადაც და ჯანეტს ისე უყვარს სახლში ბავშვებს ერთად ყოფნა, ესე სადაც არ უნდა წაიყვანო, კი, ყველგან სიამოვნებას მიიღებს, სადაც ერთად მივდივართ და სადაც ერთად გამოფრინდებით, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სახლში ბავშვებს ერთად უხარია ყოფნა. თქვენი გოგო სოციალურ ქსელში არის ძალიან პოპულარული. კი, ანას გულისხმობ. დიახ. უკვე ლილი ძალიან პოპულარულია, მაგრამ ანა ჰიპერპოპულარულია. მე რამდენ ხანში გაასწრებს შენს პოპულარობას? მე შემიძლია გითხრა რომ უკვე გაასწრო რა, იმიტომ რომ მიუხედავად იმ დოზისა, რა დოზითაც ეთერში ვარ, ძალიან ხშირია შემთხვევები, რომ სადღაც რომ მივდივარ, შევდივარ და ხალხში მიყოფილი რომ ეს ანას მამა არისო რა და ხო სასიამოვნო მოსასმენია. კი, ცოტა გასაკვირია. ან ცოტა ხრიცი სახელს ბოლომდე რომ ვერ ამბობენ, მაგრამ ანას მამა არის, მაგრამ ხო ანა რაღაცა განსაკუთრებული გადმოცემის უნარით დაჯილდოებული ბავშვია რა და ესეთი ორგანული ნახვები აქვს მილიონობით თუ ხასიათზეა და რაღაცას ისეთ სიტყვის რომელიც მე შემდეგ მე ცონზი ვარ ხოლმე და უყურებ, როგორც თითქოს ჩემი შვილი არა და სიამოვნებას ვიღებ. ესე თავისით წამოვიდა ეს ინიციატივა თუ შენი გავლენა იყო? არანაირად ჩემი ის არის ხომ ამბობ ორგანულია, თავისით ხდება ეს ყველაფერი რა. როდესაც ძალით ხდება, მან ყოველთვის იყალბა ჩანს რა და რა ვიცი, შედინახებით. ეხლა შენ როგორც ამხელა გამოცდილების ადამიანი, გინდა რომ შენი შვილი შემდეგ ამ პროფესიაში იყოს, ამ საქმიანობაში. ხო და აი არ ვიცი რა, მინდა თუ არ მინდა. შეიძლება არა ალბათ უფრო. იმიტომ ძალიან სტრესულია რა. ერთი შეხედვით რომ ხო ძალიან კარგია ის შედეგი, ეფექტი, ჩვენ რომ ჩვენს საქმიანობაში ვიღებთ ყოველ ორ შაბათს, სამ შაბათს, 4 შაბათს, ჯაჯო 5 შაბათს. არასკევს აგერ კვირას შაბათსაც ალბათ ხო და ხო ის არის რა ქვია ძალიან დიდი სიამოვნებაა, მაგრამ არ ვიცი ამ სტრესის ფასად ხშირად მიფიქრია ღირდა ეს ყველაფერი ამა თუ არა, მაგრამ უკვე როცა თავით ამაში ხარ, უკან დასახევი გზა არ გაქვს ბოლომდე. ეხლა რო იწყებდე შენ კარიერას. შენ გააგრძელებდი ამ საქმიანობას? ანუ უკან გადახვევა რომ შემეძლოს მაგზით გავივლი თუ არა, მაგის კითხვა და კი გავივლიდი რა. მე გავივლიდი უკვე რა. თუნდაც იმიტომ რომ ეს გამოცდილება თავიდან მიმეღო რა. ეს გამოცდილება ბევრ ამის რა თქმა უნდა შევცვლიდი ჩემს გადაწყვეტილებებში და ქმედებებში, ნდობაში, გაცემულ ნდობაში ადამიანების მიმართ, ვინც თავის დროზე გაასხეს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რა.
და უფრო დაკვირვებული ვიქნებოდი. ცდილობები არც ეხლა აკლებს მათ შორის სამწუხაროდ. მაგრამ ცხოვრება არის და მე მივეჩვი ერთ რაღაცას, რომ აღარაფერი აღარ უნდა მიკვირდეს რა. ყველაფერი ვნახე, ყველაფერი მოვისმინე, რაც არ უნდა მომესმინა. ალბათ. ამ შემთხვევაში უფრო შიდა წრეს გულისხმობ, ვიდრე გარეს რა, მაგრამ არ მიკვირს არაფერი და მე კიდევ უფრო მეტად გავძლიერდი მაგით, იმიტომ რომ იმუნიტეტი გამომიმუშავდა. რას არ აპატიებ ადამიანს არასდროს? იცი რა არის, როგორი კითხვა, ხო? ერთის მხრივ ბანალური, მეორეს მხრივ დამაფიქრებელი. პასუხი მრავალმხრივი შეიძლება იყოს რა. შემიძლია გიპასუხო, რომ ყველაფრის პატიება შეიძლება თუ ადამიანი გიყვარს. კი ბატონო. მაგრამ მე ვერ ვპატიობ ტყუილს რა. შეიძლება მიწევდეს რა იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც იტყუება და აგრძელებს ტყუილს რა და ეს არ არის, რა თქმა უნდა, კარგი მდგომარეობა ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ შინაგანად ვერ ვპატიობ, რო ვიცი რომ იტყუება, ვერ ვპატიობ რა. როდესაც ადამიანი ხალხია მატყუარა და ნებისმიერი გზით ცდილობს რომ შეგიყვანოს შეცდომაში. რომ არ შეიმჩნიო ეგეც არ გამოგდეს? მან მღუპავს ჩემი გურული ხასიათი, იმიტომ რომ სახეზე მაწერია, რომ ვიმჩნე, მაწერია სახეზე რა. ხან უნდა ჩართო ეს დიპლომატია, თავი გაიშტერო, ხო? კარგად გამომივიდა. რომ ვერ ხდები, მაგრამ მე მაწერია სახეზე რა, რომ ვერ თამაშობ. ხო, ვერ თამაშობ. ქართულ ტელევიზიას რა აკლიეს? სითბო. სითბო მხოლოდ? ხო. აი სითბო რაში გამოიხატება? ადამიანურ დამოკიდებულებებში. აი კოლეგიალურობა. ეხლა საერთოდ არ არის ამ სფეროში დაცვა. ხოლმე სითბო არ არის ეგ? და რა განმუხტავს ამ ყველაფერს? ღმერთი. არ ხუმრობ. ეხა ისეა ყველაფერი დამუხტული და დასტრესილი, რომ ღვთისწყალობის იმედად ვარ დარჩენილი. ან რაღაცა თაობა უნდა მოვიდეს კიდე ისეთი რა, რომელიც აი ესეთი ფოკუსით შეხედავს შენ რო უყურებ ხარ ამას. რომელსაც ეს უფრო მეტად შეაწუხებს ვიდრე მე ძალიან მაწუხებს და ვიდრე ადამიანებს აწუხებს ეს რა. შეიძლება საუბრობ, რომ ეს პოლარიზაცია უკვე დამღლელია. ხო არ დავლიოთ? მე არ საუბარ, თუ ვინა მოგიჭახუნებს რა. რას გაუმარჯოს მაშინ? აი პირველი რა სიტყვი, როდესაც სიმართლე. გაუმარჯოს სიმართლე. ჩვენ ცხოვრებაში რა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გაგვიმართლებს მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მართლები ვიქნებით. მე ამის მჯერა რა. კი ბატონო. ვინ არის შენ ცხოვრებაში ის საუკეთესო მეგობარი, ვისაც საერთოდ ყველაფერს ეუბნები? რამდენიმე მყავს ეგეთი. როგორ ამოარჩიეს ადამიანები? ცხოვრებამ დამიტოვა. და მაგ დროს მე ხა ბევრი ადამიანი გვიყურებს და კი. რა არის მნიშვნელოვანი? სახელები გინდა რო თქვა? კი ბატონო. იქამდე მინდა რომ მივიდე. როგორ ეტყობა რომ ძალიან გამოცდილი ადამიანია, პირდაპირ მეუბნება ყველაფერს. აქეთ. ხო, რა, ვანიკო ეგეთი, გია ეგეთი და ის რა ქვია. ირაკლია ესეთი კიდე. კიდე მყავს რა ვიცი. ბევრი მყავს. როდესაც სტუმარი არ საუბრობს. კითხვის როდესაც უსვავ. აი მაგ დროს რა შვები? ნახე. თითქმის არასდროს არ მქონია ეგეთი შემთხვევა. მახსენდება მარტო ერთი უბრალოდ ვერ ვიტყვი ვინ იყო ეგ. და ის თავში რომელიც სასაცილო მომენტი აქვს, სხვათა შორის, როცა უყურებ, ხა ჩვენ ლაპარაკობთ რამდენჯერმე საათს ხო დახედი, ამოწმებ ქრონომეტრაჟი, რამდენი დაგროვდება ეხლა მან ხო თავში. დიახ.
და ყველა ესე შვებით ხომე რა ზოგი უფრო შეუმჩნევლობთ ზოგი ვიმჩნევ მაგას რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ აი ის მომენტი იყო ძალიან რთული იმიტომ რომ ეხლა რესურსი აღარ მქონდა კითხვების რა იმიტომ რომ იმის იქით აღარაფერი აღარ ხდებოდა მაგრამ სადღაცა ბოლო ორმა პასუხმა გაჭრა და მივხვდი რომ ავაგროვე ქრონომეტრაჟი და ამითაც გავალ რა. თუმცა რთულია ეს ძალიან რთულია რა, ხოს და არას რომ გეუბნება რა და მე ძალიან არ მიყვარს ისეთ რესპონდენტთან საუბარი, რომელსაც ატყობ რომ მარტო იმაზე ფიქრობს როგორი კაი ტიპი გამოჩნდეს ეკრანზე რა. და აი მარტო მაგას უფიქრდება თავისი პასუხებიდან გამომდინარე, ცდილობს რომ რაფინირებულად გიპასუხოს და ამასობაში ვერ ხვდება რომ სინამდვილე იკარგება რა, მისი მთელი ხიბლი იკარგება მაგ დროს რა. რა, როდესაც სტუმარი გატყუებს იმას რო ხდება. რამდენიც გინდა. რამდენიც. მაგ დროს რა შვები ხომ? იმიტომ რომ გაჩნია რა ხასიათზე ვარ რა. თუ მავნებელ ხასიათზე ვარ, ვაჭერ ბოლომდე. ნუ ეხა ჩემი ფორმატი არ არის ეგეთი რა, რომ ეხა რაღაცა ფაქტები დაგიდო და გითხრა შეიძლება მქონდეს არ დაგიდებ მაინც ფაქტებს, მაგრამ ერთი დროს ჩაგირტყავ რა ისეც რომ მაინც გაგზნობინებ რომ ვერ მომატყუებ რა. ყური გიკითხია ხოლმე ისე? არასდროს. რატომ მიიღე გადაწყვეტილება? რა ვინ რა უნდა მითხრას მე ჩემზე უკეთესად ვინ რა იცის მე რა უნდა ვკითხო. ძალიან კარგი პასუხი იყო. იმიტომ რომ რაღაც ადრე მესმის. ეს ყური რატო ეკეთათ? ნუ ეხა პრაიმ შოუში გვიკეთე 14 სტუმარი რო გიზის სახელები არ ვიცი ზოგჯერ რა და ყურში მკარნავ რა ქვია ამას რო გითხები რა და არ უნდა მეთქვა. ხშირად არ არის ეგრე იშვიათად, მაგრამ ნუ ხდება ესე, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე რომ ვინ რა თემაზეა და რაღაცა არ გახსოვს რა, ეხა როგორ უნდა იმახსოვრო ყველა. ძალიან გამოცდილი ხარ კიდე ერთხელ ვიტყვი და შენგან იქნება საინტერესო რჩევა. რას მერჩევდი? და ზოგადად ჩვენ ძალიან ბევრი ინტერვიუერია მოკლედ YouTube-ზე. ამ პოდკასტერი. ხო. რას გვირჩევდი? გირჩევ რომ ყოველთვის იფიქრო საკუთარ ხელწერაზე. არ შეგაშინოს რაოდენობა, ეს რაოდენობა შეიძლება მზარდი იყოს და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს რა, მაგრამ იმუშავა იმაზე შენ რით იყო გამორჩეული და რით დაამახსოვრო თავი. ეს შეიძლება ნახე თემები და კითხვები გადაღეჭილი ახალს ვერაფერს ვერ მოიფიქრებ რა, რა შეიძლება, რა თემას შეიძლება ილაპარაკო, ვიღაცას ეს თემა გამოყენებული აქვს, ვიღაცას კითხვა დასმული აქვს. თუმცა შენ ამას რა ფორმით გააკეთებ, აი ფორმას აქვს გადაწყვეტილი მნიშვნელობა და იმდენად უნდა იპოვო შენი ინდივიდუალიზმი ამ ფორმაში, რომ აი ჩართული რო არ კონდეთ, როგორც ადრე რადიო იყო, რომ ხმით მიხვდეს ადამიანი, რომ ეს გიორგია. ბოლოს გვაქვს რუბრიკა ტოპ 5 ტელეწამყვანი. და რა? ტოპ 5 ტელეწამყვანი? შენ შემთხვევაში. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი მსოფლიოში? თუ გინდა გავშალოთ მსოფლიოში, მაგრამ მე მაინტერესებდა საქართველოში ვის ვიტყოდი. საქართველოში? ტოპ 5. მოდი მსოფლიო ვთქვათ რა. ოკეი, იყოს მსოფლიო. მეხუთე ადგილზე გავიყვან ჯიმი ფელონს. ესე იგი, ელენ დეჯენერისი ალბათ, ნუ აღარ არის. ჩემი საყვარელი იუთუბერი რუსი არის იური დუძი, რომელსაც მე უყურებ და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის არის ძალიან ბევრი რამის ინსპირაცია და სხვა რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთში აღარ ცხოვრობს და თუ არ ვთქვი ევროპაშია ახლა. ასევე ვინ ჩამოვთვალე? ოპრა, შეუძლებელია რომ არ თქვა და პირველ ადგილოსანი მინდა ხრჩა.
მოდი ესე ვქნათ, რომ ეს ტოპ 5-ეული არ იყოს, შე როგორც გინდა ისე გადაანაწილე 5, რომელიც 5 ადამიანი ვინც გამახსენ და ოღონდ ერთადერთი ქართველი ადამიანი ვინც მინდა რომ შევიყვანო ამ 5-ეულში არის ვიზეც მე გავიზარდი და ვისაც მე თუ არ ვცდები ყოველ შაბათს გადიოდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იმ დროინდელზე სულ პატარა ასაკიდან ველოდებოდი ამ კაცის ეკრანებზე გამოჩენას რომ მე ნახა რაიმე ახალი საინტერესო უცხოვრი ფილმი და ეს იყო ერთგვარი რევოლუცია იმ დროინდელ სატელევიზიო ტელესივრცეში ეს იყო ილუზიონის წამყვანი ოთარ სეფიაშვილი ბატონი ოთარ სეფიაშვილი ვიდეც მე ვიტყვი რომ ალბათ თაობები გაიზარდა რომელმაც ძალიან ბევრი რამ მისცა და სხვათა შორის ძალიან საინტერესო შესავლები ჰქონდა ყოველი ფილმის წინ გიყვებოდა რაღაცა ისტორიას გიყვებოდა რეჟისორებზე გიყვებოდა მსახიობებზე რა და ყველაფერთან ერთად შემეცნებასაც ღებულობდი ფილმის ყურებამდე და ბოლოს მინდა გთხოვო ჩემ შემდეგ რესპონდენტს რა კითხოს დაუსვავდა ნოეს ულაბერიძე შემდეგ რესპონდენტს შემიძლია გთხოვო საჯაროდ გაამხილოს შეცდომა თავისი ცხოვრებისეული რომელსაც დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს. კი ბატონო, აუცილებლად გადავწყვეტ. როგორია? ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. რომ გვესტუმრე. ჩვენს მაყურებლებს და გამომწერებს ვეთყვი, რომ დამიწეროს კომენტარებში შემდეგ გადაცემაში. რომელი სტუმარი ესეუნებათ? თქვენ გიგისურვებთ წარმატებებს კიდევ ერთხელ და დროებით. მადლობა.